ვანის რაიონის სოფელ ძულუხში ტყიდან გამოქცეული შველი ადგილობრივი მცხოვრებლის საკარმიდომო ნაკვეთში აღმოჩნდა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მოქალაქემ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს შეატყობინა. საჭირო დახმარება აღმოუჩინეს და დროებით სრულ გამოჯანმრთელებამდე თბილისის ზოოლოგიურ პარკს მიაბარეს. სპეციალისტების დასკვით ცხოველი ჯანმრთელია და მისი ველურ გარემოში დაბრუნება პრობლემას არ წარმოადგენს. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ხაზის ნომერზე 153 მოქალაქისგან შემოვიდა შეტყობინება მასვეთ, რომ ვანის რაიონში ტყიდან გამოქცეულმა შველმა თავი შეაფარა ადგილობრივ მკვიდრს. დეპარტამენტის თანამშრომლებმა შველს აღმოუჩინეს პირველადი დახმარება, მის სრულ გამოჯანმრთელებამდე მიაბარეს თბილისის ზოოლოგიურ პარკს. სპეციალისტების რეკომენდაციით შველი სრულიად ჯანმრთელი არის და დღეის მდგომარეობით ჩვენს მიერ შველი გაშვებული იქნა ველურ გარემოში. ეს არის შვილის გაშვების მეორე ფაქტი თბილისის ეროვნულ პარკში და ეს ხდება იმიტომ, რომ აქაური ჰაბიტატები, კლიმატური პირობები, რელიეფი სწორედ ხელშემწყობია შვილის გავრცელებისთვის და ჩვენი ფოტოხაფანგები, რომელიც აქ გვიყენია, რომელიც ასევე აკონტროლებს ბრაკონიერების მოძრაობას, გვიფიქსირებს იმ ფაქტს, რომ შვილის პოპულაცია საკმაოდ გაზრდილია. გარემოს დაცვის სამსახურის სამსახურმა მოიყვანა შველი, რომელიც თითოეულს გამოეცადა ადგილობრივ ცხოვრებასთან იყო შეხარებული, მას აღნიშნებოდა დაზიანებები, შესაბამისად შველს იმკურნალებს, გამოჯანმრთელებს და ახალ ყოველდღიურად დაბრუნდეს მის მშობლიურ გარემოში.